არ ვიცი ჩემზე რას ფიქრობთ, მაგრამ არანაირი პრობლემა არ მაქვს. ყველაფერს მხარს უჭერ. ამის იქითაც რაც კი შეიძლება წარმოიდგინო, თუ ვინმეს არ უშავებ და ზიზღით ავსი არ ხარ, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ჩემი საქმე არ არის ვისაში ყოფს და ვინს აჯვავს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. თუ რეპოსტებს დააკვირდები, ეხა ვარ ატომური ენერგიის BP ედიტებზე. და თუ შეამჩნიეთ რეალურად რამეა ის ზიზღიანი ტრენდი თუ არის ტოქსიკური და შხამიანი როცა არის ყოველთვის ადრე თუ გვიან 180 ტრიალდება და სიკეთისკენ გადადის ან თავიდან სხვის გარეგნობების დაცინვებზე წავიდა ეს თემა ცოტა ირონიულად მაგრამ მაინც და ეხლა ანუ რაღაც საგანმანათლებლო იმებზე გადავიდა ატომური ელექტროსადგურების ედიტებს უყურებ და რაღაც ნახშირი trying to energy max-ო და მე ატომური ენერგიის ედიტები რაღაც იჭება რა და თუ შეამჩნიეთ ანუ მაინც სიკეთე იმარჯვებს ბოლოს ლომის ტრენდი რითი დაიწყო ლომი აუპატიურებს პატარა ძაღლს იყო მიმი და ხალხმა შევამჩნიეთ რომ ცოტა chill ძმაო რაღაც ნიტო არის არ მომეწონაო და ეხლა ლომი კაი ტიპი არის ლომი პატივს ცემს სხვის სექსუალურობას სხვის ეთნოსს და სხვის რელიგიასო ლომი კარგი ტიპად გადაიქცა და ვინც პატარები ხართ ეს არ გეცოდინებათ მაგრამ ჩადი გიგა ჩადი და ასე შემდეგ ეხლა რომ უნივერსალურად სუპერმენის ტოლფასი არის ბოროტი ტიპი იყო თავიდან Facebook-ზე მიმები იყო ვირჯინი versus ჩადი და ჩადი ყოველთვის გოგოს ართმევდა დასცინოდა ან ბოროტი ადამიანი იყო და ეს ვირჯინი დაჩაგრული იყო ყოველთვის მაგრამ ერთმა ტიპმა პოსტი დადო ანუ არ რაღაც შხამი ტოქსიკური არის რაღაც ნეგატივს ვარცელებთ ეს არ მომწონს და დადო ვიღაც რენდომმა ტიპმა პოსტი დადო რომ დამეგობრდნენ ესენი და რაღაც ჩადმა წაიყონა დარბაზში ავარჯიშა მე ვირჯინმა მათემატიკაში ამეცადინა და მე ბოლოს ნელ-ნელა განვითარდა ევოლუცია განიცადა და ეხა ჩადი არის ემპათიური კარგი ტიპი ძლიერი არის ხალხს იცავს ანუ კარგი რაღაცის სიმბოლოდ გადაიქცა როცა თავიდან ცუდად დაიწყო ანუ ზიზღიანი გარემოდან დაიბადა მაგრამ ჩვენი ძალისხმევით კეთილ ადამიანად გადაიქცა. ანუ ამის გაკვეთილი ისაა, რომ ყოველთვის სიკეთე გაიმარჯვებს, მეგობრებო.